ფუძე და ბირთვი რატომ უწევს ადამიანს თამაშის დაწყება, ხო, სიყალბის გამოვლენა, ეს არის შიშის არაღიარება. რეალურად იმ ტექნოლოგიებს, რაც ეხლა ვითარდება და განვითარდა და ინფორმაციულ ეპოქას ადამიანი იყენებს ნარცისიზმის გასანვითარებლად, რატო? იმიტომ რომ რა მდგომარეობა და განვითარების საფეხურზე იმყოფება ადამიანი იმის მიხედვით გამოიყენებს ამ სიკეთეებს. რაც უფრო ახალ სხვადასხვა გარემოს იგრძნობ, მით უფრო მეტი შანსი გაქვს საკუთარი თავი იპოვო. და როდესაც ერთი გარემო გჭამს, ასე ვთქვათ, და გაწვება, იქ შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია. მაგრამ თვით აქტუალიზაციის შემთხვევაში ადამიანს აქვს გარჩევადობის უნარი, რა არის მისი, რა არის სიტყვაზე შემოგდებული. ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ინსტრუმენტი თუ გაქვს, მაშინ ჩათვალე, რომ ბნელ ოთახში ფანარი გიჭირავს და იცი რას დაეჯახები და რას არა. Hello. მოგლედ გიო, გამარჯობა. კეთილი იყო შენი ფეხი ჩემს სახლში და ამ პოდკასტ სტუდიაში თუ რაც არის, არ ვიცი. ეს მოკლედ ჩემი ახალი წამოწყება არის, სადაც ინტერვიუები მაქვს ადამიანებთან, რომლებიც ჩემთვის საინტერესონი არიან და საინტერესო თემებზე საუბარი, ზოგადად არ ვარ შეზღუდული თემებში, რაღაც ხალხში ვისაც შეიძლება დავუპატიჟო, მთავარი არის ჩემთვის იყოს ეს უბრალო, საინტერესო ჩემთვის და რავი ხალხმაც თუ ნახა ძალიან საინტერესო იქნება რა. ჯერ გიო მინდა რომ წარვადგინო. გიორგი არის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და სცენოგრაფი და ჯერ მე გეტყვი შენ როგორ გაგიცანი გიო. მე აღმოაჩინე შენი ვიდეოები სათვალის პოდკასტი რო გაქვს YouTube არხი, რაც ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო YouTube ჩანელი იყო. აი Twitch შემეცნებით როცა ვიყავი ძალიან დაინტერესებული, აი ქართული კონტენტი რო ნახე ასეთი ძალიან საინტერესო იყო. მოკლედ და იმის მერე სულ მინდა შენთან რაღაცნაირად დაკონტაქტება მინდოდა, შენი გაცნობა და ძალიან მიხარია რომ გაგიცანი იმის მერე და რა შესაძლებლობა მაქვს რომ აი ეს ძალიან ბევრი კითხვა რაც დამიგროვდა, მაგაზე ან გელაპარაკო და კითხო და ასე შემდეგ რა. მეც მიხარია რომ აქ ვარ და მადლობა რომ მომიწვია და ინტერესი გამოავნინე. საინტერესო საუბარი იმედია გამოგვივა. იმედია, ხო? გიო, პირველი აი რაც მინდოდა რომ ელაპარაკა არის სიყალბე რა. სიყალბე და აუთენტურობა მაგის შემდეგ. აი ჩვენ საზოგადოებაში მე რაც ძალიან ხშირად მხვდება ხოლმე, ან რაზეც საუბრობთ ხოლმე, არის სიყალბე არა მარტო ურთიერთობებში, არამედ ზოგადად ჩვენ რაღაცა თანამედროვე კულტურაში რა. აი ხო საზოგადოებრივ რო ვიყავი, იქ ვფიქრობდი რა მენატრება საქართველოში ყველაზე ძალიან და რა არ მენატრება და ერთ სიტყვაში რო დამეხასიათებინა იყო აი რაღაცნაირი ურთიერთობები, რომლებიც არის ძალიან ზედაპირული. აი ეს იყო რაც მაწუხებდა რა და რაც ჩემთვის ცოტა აქტუალურიც არის რა. და ეხლა ვიცი ძალიან ისეთი მოკლედ და ისე ვთქვი, მაგრამ მინდა რომ გავშალოთ ეს თემა და დარწმუნებული ვარ რაღაც საინტერესო იმებამდე მივიღოთ რა, დასკვნებამდე. მე ვფიქრობ ძალიან ყოველთვის საინტერესო თემა იყო ეს ჩემთვისაც, პირადად, იმიტომ რომ ერთის მხრივ სიცრუეს და სიყალბეს ფსიქოლოგია განიხილავს როგორც ჩვეულებრივ საჭირო მექანიზმად ხო ადამიანის განვითარების ეტაპებზე, მაგრამ ამას კიდევ უფრო სიღრმისეული ალბათ მნიშვნელობა და გამოვლენის არეალი, რომელიც მე ვფიქრობ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს. როგორც ჩემთვის, შეიძლება შენთვის და მაყურებლისთვის. საერთოდ ვფიქრობ, რომ სანამ დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სიცრუე და სიყალბე უკავშირდება ფსიქოლოგიურ თავდაცვის მექანიზმებს, ხო, ფსიქოლოგიიდან რო დავიწყოთ. და ეს მექანიზმები რას ემსახურებიან პირველ რიგში, რომ ადამიანში შექმნან ასეთი დაცული სივრცე, რომ ადამიანი შინაგან კონფლიქტებს აარიდოს. ან მაგალითად, რაც მთავარია, ძალიან მთავარია, როლებში შედის ადამიანი და თამაშს იწყებს გარკვეულ როლებს იმისათვის, რომ შიში არ აღიაროს საკუთარ თავში. ანუ მთავარი რეალურად
ფუძე და ბირთვი რატომ უწევს ადამიანს თამაშის დაწყება, ხო, სიყალბის გამოვლენა, ეს არის შიშის არაღიარება, ანუ შიშის გადაფარვა და შიშისგან გაქცევა. და პირველ რიგში ადამიანი იტყუება და სიყალბეს ავლენს იმისათვის, რომ რეალურად გაექცეს გარკვეულ კონკრეტულ შიშებს, ну სტატისტიკურად ეგრეა. პირველ რიგში ალბათ მიტოვებულობის შიშს გაურბის ხანდახან. ხანდახან დაცინვის ან მიუღებლობის შიშს, ან შინაგანი დაუცველობის შეგრძნებას გაურბის სხვადასხვა როლით და ასე შემდეგ რა. ეგ არის. და სადღაც ხო აი ბავშვობამდე რო წავიდეთ რა. რაღაცნაირად აი ბავშვობიდანვე მახსოვს ეს ელემენტები ჩემ გარშემო რა. რაც და იმ ერთი დისკლეიმერი როცა ვლაპარაკობს ხოებზე ძალიან პირველ რიგში ჩემ თავში ვხედავ ხოლმე ამ ყველაფერს და მაგაზეც მინდა მე რო ვილაპარაკოთ რა. იმიტომ იმაზე რომ საუბრობდი საქართველოზე იმ შორიდან გადმოსახედიდან მე თვითონაც რომ ჩამოვედი მეც რაღაცნაირად უგრძნობ ხოლმე მაგ მორევში თავს ანუ მე რო ვერ ვიგრძნო სხვაზე ვერ ვიტყვი ხო და ბავშვობიდანაც უგრძნობდი აი სკოლის პერიოდიდანვე რაღაც ლექსების თქმიდან დაწყებული აი რაღაც იმიჯები იქმნებოდა უკვე ბავშვობიდან ზედაპირული ურთიერთობები ყალიბდებოდა ბავშვობიდან და არ ვიცი აი რა აღზრდიდანაც მოდის ეს ყველაფერი ეხლა შეიძლება ძალიან იმას ვაკეთებ რა ქვია ვაზოგადებ რა მაგრამ არ ჩემი დაკვირვება არის ალბათ რა ეხლა ზუსტად იმ თემას შეეხე და გამახსენდა ერთი ფსიქოანალიტიკოსის დონალდ ვინიკოტის გამონათქვამი რომ ის ამბობდა რომ ბავშვობაში თუ ბავშვის გარემო მის ავთენტურ ემოციებს არ იღებს და ბლოკავს ამ შემთხვევაში არაცნობიერად ბავშვი ქმნის და ბადებს საკუთარ თავში ცრუმეს ესე ეძახიან რომელიც ფაქტობრივად მუშაობს იმისთვის რომ გარემოს მოლოდინები გაამართლოს და მთელი ცხოვრება ეს მიყვება ფაქტობრივად ეს არის ფსიქოლოგიური სიცრუის კონსტრუქტის შექმნა საკუთარ თავში რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება გაყვეს ადამიანს ამისათვის და მის გარეშე ხო შეიძლება პიროვნული თლიანობის შეგრძნება დაკარგოს. ხო ხდებით? ანუ ბავშვობიდან ყალიბდება ეს, იმიტომ რომ როდესაც ბავშვის ემოციას ბლოკავენ, ხო, სიტყვას შემეცნება, სამყაროს შემეცნების მისწრაფებებს, გამოვლენას და საერთოდ სამყაროს შემეცნება ხდება ბავშვისთვის პირველი 5 წელი. მან თუ არ მიეცა თავისუფლების და დაცულობის შეგრძნება მაგ შემთხვევაში ბავშვი არაცნობიერად ქმნის ახალ ასე ვთქვათ არსებას საკუთარ თავში ახალ ნიღაბს რომელიც ასე ვთქვათ ფარავს საკუთარ რეალურ საწყისებს რომელსაც ხელი ვერ შეეწყო. აი მექანიზმებს რო შევეხეთ ბარემ ამასაც გავუსვათ ხაზი რომ ფსიქოანალიტიკური ჭრილით რო შევხედოთ ჩვენ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები გვაქვს ხო მაგალითად პროექცია, ინტროექცია, იგნორი, ხო, უარყოფა, ინტელექტუალიზაცია, რაციონალიზაცია, ფანტაზირება და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტი ის არის რომ ყველა ასე ვთქვათ ეს მექანიზმი რასაკეთებს არაცნობიერად მუშაობს იმისათვის რომ ჩვენი ეგოს ააცილოს დამანგრეველი შფოთვებისგან. ხო, ну იყოფენ რომ არის პრიმიტიული მექანიზმები, როგორცა პროექცია და უარყოფა და არის ცოტა უფრო ზრდასრულ მექანიზმებს ეძახიან, რომელიც არის მაგალითად იუმორის გამოყენება, რაღაცის დასაფარად, ხო? თავდაცვითი, ასევე სუბლიმაცია და ასევე კიდევ სხვათა შორის ალტრუიზმი. ხო, საინტერესო თემა. როდესაც ადამიანი რაღაცა შიშის გადაფარვას ცდილობს ასე ალტრუისტული ქმედებებით და აქტივობებით ცხოვრებაში ეს next level-ია, ხო? ეს next level-ია, რომელიც ვლინდება და ძალიან, თუ სპეციალისტი არ ხარ, შეიძლება ვერ ამოიცნო, თუ რას ემსახურება ადამიანის, ასე ვთქვათ, ეს ნიღაბი როლი ან აქტივობა. ეს საინტერესო მომენტია. და აი ეს რეალურად ეხლა შეიძლება გადავახტი, მაგრამ აი ადამიანმა მაინც საიდან უნდა რა არის მეგზური იმისი გზამკვლევი უბრალოდ რომ შენ მიხვდე რომ ეხლა შენი თავი ხარ აუთენტური ხარ და არა რაღაც დასწავლული ან რაღაც მორგებული გაქვს რაღაც სახე ხანდახან ეს არის რთული გასარჩევი არის ხოლმე რა კი
ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ მასლოუს პირამიდა და შეიძლება მივიდეთ ამ პასუხამდე. ნახე, ანუ თუ გავიხსენებთ მასლოუს პირამიდას, საერთოდ მასლოუ თვლიდა, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიმართულება თვლიდა, რომ ადამიანს თუ სიყალბე რამეში სჭირდება ზოგადად სიცრუის გამოყენება, ესე იგი მან ვერ გაიარა, ანუ უბრალოდ ვერ გაიზარდა თვითაქტუალიზაციის დონემდე. რაც ნიშნავს, რომ ის ქვედა მოთხოვნილებებით კმაყოფილდება და საჭიროებებით. თუ გავიხსენებთ პირამიდას, ხო, მასლოუს საჭიროებების პირამიდას, პირველი სამი საფეხური რას მოიცავს? პირველი არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილება, მეორე არის თავდაცვა კი არის უსაფრთხოება უკაცრავად და შემდეგ არის სოციალური მოთხოვნილებები, როგორც სიყვარულის მიღება, პატივისცემის დამსახურება სოციუმში და ასე შემდეგ. და რეალურად ახლა შენ რასაც ამბობ, თუ ადამიანმა არ დაიკმაყოფილა ეს სამივე სიტყვაზე მოთხოვნილება, ამ შემთხვევაში ის ვერ გაარჩევს, ასე ვთქვათ, რა არის მასში ნამდვილი და რა არ არის, რომელი როლი არ არის ნამდვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და იცი რატო? იმიტომ რომ რეალურად ამ დონეებზე მთელი კაცობრიობის უმრავლესობა რეალურად ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებით არის დაკავებული და სამწუხაროდ ცხოვრების ბოლომდე უმრავლესობა ამ საფეხურს ვერ ცდება. და ეს გულისხმობს იმას, რომ სიმართლე ხო ამ საფეხურებზე საერთოდ არ არის მთავარი ფასეულობა. არანაირად, იმიტომ რომ მთავარი მოთხოვნილება, რაც ამოძრავებს ადამიანს ამ საფეხურებზე, არის თვითგადარჩენა და სოციალიზაცია, თავის დამკვიდრება და ინტეგრაცია სოციუმში. შესაბამისად, იქ თუ ტყუილი დასჭირდა უპირობოდ გამოიყენებს გაუცნობიერებლად თუ ცნობიერათაც კი. და იმისათვის, რომ სიტყვაზე თუ ვინმე მივიდა, ასე ვთქვათ, თვითაქტუალიზაციამდე, თვითაქტუალიზაცია უკვე ნიშნავს რას? რომ აუცილებლად დაიკმაყოფილა სუბიექტმა ის ქვედა, ასე ვთქვათ, ბაზისური მოთხოვნილებები. მაგის შემდეგ უკვე შესაძლებელია უკვე ადამიანი რაშვება. თავის პიროვნულ პოტენციალს რეალიზებას უკეთებს და მისთვის რეალურად სიმართლეს ძიება, აი თუნდაც იგივე რაც ახლა შენი გითხე, საკუთარი თავის სინამდვილის და ზოგადად სიმართლის ყველაფერში ძიება ხდება მთავარი როგორც მოთხოვნილება ბუნებრივი ოღონდ და ასევე ფასეულობა. ანუ ადამიანი მაშინ ცდილობს, რომ ცდილობს იყოს ავთენტური საკუთარ თავთან, სხვებთან და ეძებს სიმართლეს ყველაფერში. ოღონდ როგორი სიმართლეც არ უნდა იყოს, მწარე იქნება, კომფორტული, არაკომფორტული, ანუ ფილტრების გარეშე და ასე ვთქვათ, სიყალბის, დამახინჯების და შელამაზების გარეშე აინტერესებს სიმართლე, ანუ მზად არის უკვე. ხვდები? და ეგ ძალიან მაშინ არის ალბათ ის მომენტი, როდესაც ადამიანს უნდა და აინტერესებს დაინახოს სამყარო როგორი არის და თავისი თავი პირველ რიგში, იმიტომ რომ თვითონ არის სამყაროს გამოვლენა და ის ხედავს სამყაროში იმასაც თვითონ არის, ხო ეგრეა? და როდესაც ადამიანი ამისთვის მზად არის, ხო, ის ხედავს რეალობას და აი ბუდიზმშიც ბუდისტი პრაქტიკოსების მთავარი მაგალითისთვის ამოცანა არის რა, რომ დაინახო სამყარო როგორი არის და არა ჩვენი წარმოდგენების, კომპლექსების, დაუკმაყოფილებელი ეგოს პრიზმიდან ვერ დაინახავ, იმიტომ რომ ის ამახინჯებს. ანუ ეგოს სათვალით რეალობას ვერ ვხედავთ. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ადამიანი ბოლო მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ვერ ხედავს რეალობას ისეც, როგორიც არის, არამედ ის ხედავს თავის მდგომარეობას გარეთ და შესაბამის სამყაროსაც ქმნის. აი, ისო ჩემ თავს რო შეუტრიალო ის რა, მაგ თემაზე, აი, რაც უფრო შენ თავთან ხარ მართალი, რაღაცებს აღმოაჩენ შენ თავზე, მანდე დაიწყება ხო ყველაფერი. აი მე უფრო ხედავ რაღაცები რომ აღარ არის შენთვის ისეთი მართალი და ანუ სიმართლე მე რაღაცნაირად ხდება ფუფუნებასავით რა. ფუფუნებაც და ხდება მთავარი აი სიამოვნებაც და მწარეც რო იყოს, ძალიან მტკივნეულიც რო იყოს, სიმართლე გაძლევს უდიდეს სიამოვნებას, რომ განვითარდე.
ხო, ანუ თუ ამის მოთხოვნილება ადამიანში ჩდება, არ მოატყუო საკუთარ თავი და შესაბამისად სხვები არ გაიყუჩოს საკუთარი მდგომარეობა, არამედ უკვე ძალა აქ იმისი და სურვილი რომ შიშველი დაინახოს ყველაფერი საკუთარი ჩრდილოვანი მხარეები პირველ რიგში, ხო? და მაშინ კი იწყება უკვე ახალი ეტაპი, ალბათ ახალი განზომილება ადამიანისთვის, რომელიც საკმაოდ იშვიათად ხდება. შეიძლება პატარა მაგალითი მოვიყვანო ისე რომ თუ არ ხდება ეს გააზრება რა, ეს ასე მგონია რომ რაღაცნაირად მაინც სამყარო გაგებინებს ამას რა, ანუ შეიძლება ცუდად იყო რა, შეიძლება ფიზიკურად ცუდად გახდე, ან რაღაცნაირად მაინც ეს სხვა ადამიანებს თავი დაანებო, მე თვითონ თუ ყალბი ვარ, აი თუ ვერ ვარ ბოლომდე ჩემი თავი, რაღაცნაირად მე აი ვერ ვარ რა კარგად, ან რაღაც მაწუხებს უეჭველი. შეიძლება რაღაც ფიზიკურადაც მაწუხებდეს რა. კი. აი სარაღაც ის იმაზე ვამბობდი ხო, რაღაც დაჩიკივით მიყენია ამ ბოლო დროს, რომ აი ისეთ ადამიანებთან თუ კონტაქტობ, რომლებიც ჩემთვის არ უნდა ვიყო მანდ მაგალითად, ან არ ვარ ჩემი თავი, რაღაცნაირად სხეული მაგებინებს მაგას და აი ცუდად ვიზობ თავს რა. და რას აკეთებ მე, ანუ რომ დაჩიკი ჩაირთვება? ხო. რას აკეთებ ამის შემდეგ? რა ნაბიჯს დგავ საპასუხოს? ანუ რაღაცნაირად ჯერ ხვდები რომ ეგ ხდება რა, რომ სადაც არ ვარ იქ სადაც უნდა ვიყო და შეიძლება წავიდე მანდედან საერთოდ რა, ან აღარ წავიდე იმ ადგილში. და მე უბრალოდ დავფიქრე რატო ან რაღაც ხო, გარემო ხო არ შეიცვალო ან რაღაცები. კი. ნუ ეგ ნორმალური ის არის პასუხი ამ შეგრძნებაზე, მაგრამ აი უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ანუ შენ თავში რას აღმოაჩენ, შენ რას აკეთებ არასწორად, ხო? ანუ იქ რო ხარ, ხო, შეიძლება იქ არ უნდა იყო, მაგრამ რაღაცისთვის გჭირდება რომ იყო, ხო? ეგეც მე ვფიქრობ დიდი აღმოჩენაა ადამიანისთვის, რომ მიხდეს და თუ მიხდა, რომ ეს სიყალბისთვის ჭირდება, ხო? ასე ვთქვათ, ეგოს შიშების გადასაფარად და ის უკვე ამ თამაშს აღარ თამაშობს და გამოერიდება ამ სიტუაციას ცნობიერად, ესე იგი, მას უკვე შესწევს გარკვეული დოზის ძალა იმისათვის, რომ უკვე გადავიდეს ცოტა სხვა ლეველზე ცნობიერების, ცხოვრების და თვითრეალიზაციის სხვა დონეს, კი? ხო და ის მეორე აი შენ რო სათვალეში რაც ლაპარაკობ სარკის პრინციპზე რა. აი ხო თქოთ ვერ ვგრძნობ კარგად თავს რაღაც გარემოში ამ ადამიანთან და შესაბამისად ეგ ანუ ჩემშიც არის რაღაცა, რაც მაწუხებს, ხო? კი. ხო და აი მანდაც მინდა და მეკითხა რა აი მაგაზე. აი სად არის ზღვარი იმისი რომ მე ხლა ამ ადამიანს კი არ უნდა გავარიდო თავი. არა მე თვითონ მაგ ჩემ თავზე სამუშაო რაღაცა. მიხდი? კი, უბრალოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც ახსენებ, იმიტომ რომ გაქცევა არის ყველაზე მარტივი გამოსავალი, ხო? მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დისტანციის და სუბორდინაციის დაცვა ну, საჭიროც არის რაღაც ტოქსიკურ ურთიერთობებში მაგალითად ან გარემოში, მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე მუშაობაზე საუბრობთ, პირველ რიგში ის კი არ უნდა დაიწყო ძიება იმათში ან იმ გარემოში რა არის არასწორი, არამედ შენ რას გახსენებს, რას გითრიგერებს რა და აღმოაჩენ ისეთ რაღაცებს შეიძლება ესეთი ბუკვალური გაგებით არ ჩანდეს. ძალიან სხვა შრეებზე იმალება, რომელიც აღმოჩნდება, რომ გაწუხებს. და მე თუ გინდა და გაქსურვილი და ხვდები რომ სამყაროს ნიშანად აღიქვა ამას, საკუთარი სამყაროს ნიშნად, შეგიძლია ბევრი რამე დაატრანსფორმირო, დაამუშავო იმისათვის, რომ ეს აღარ გიშლიდეს გზაზე. კიდევ ერთი დაკვირვება არის, რომ რაღაცას როცა შენ საქმეს აკეთებ, ასე ვთქვათ, და შენ თავთან ხარ მართალი, შენ საქმეშიც, აი მაგაზეც მინდა შევეხო რა, რომ რასაც აკეთებ მაგალითად ცხოვრებაში, ხო, რა რითიც ხარ დაკავებული, ან თავს არიდებ რაღაცებს. აი ჩემ დაკვირვებით, როცა შენ საქმეს აკეთებ და მართალი ხარ მაგ თემაში, ხალხიც ისეთი არის იკრიბება შენ გარშემო, რომელიც უფრო
შენიანია რა. რაღაცნაირად ხდება. 100%, იმიტომ რომ თუ აკეთებ საქმეს სიყვარულით, ხო? და არა იმისთვის, რომ როგორც ნიღაბს ირგებ რაიმე საქმიანობას, იმიტომ რომ მიიღო როგორც ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში ამბობენ, რომ ცხოვრების აზრი მოიპოვო, ან სხვებს მოაწონო თავი და სიყვარული მიიღო შენი საქმიანობით, ხო? და უბრალოდ შენთვის აკეთებ ამას. აი მარტო ავთენტურად შენთვის და ქსიამოვნებს, ხო? ის რაღაც ფიდბექი და დივიდენდები აუცილებლად ბუნებრივად მოვა. საერთოდ, როდესაც დიდი ხელოვანები ამბობდნენ ხოლმე, რომ როდესაც ფიქრობ რაღაცის შექმნის დროს, ну შენ ხა ხელოვნებასთან გაგვირდაპირი შეხება, როცა ფიქრობ, რომ სხვას მოეწონება თუ არა, რასაც ვაკეთებ, ღირებული და გენიალური, ამ შემთხვევაში არაფერი არ შეიძლება რომ შეიქმნას, რომელიც დროს გაუძლებს. ну ეგეთი დაკვირვება ქონიათ და მეც ვეთანხმები პრინციპში. ანუ ავთენტურობა საკუთარ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უმრავლესობა მაინც იმიტირებს ბევრ ამას. მაგალითად, ну ხელოვნებას შევეღოთ რა. აი არ უყვართ თუ დავაკვირდები, ძალიან არ უყვართ ფსიქოლოგები, კვალიფიცირებული ფსიქოლოგები ორ კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს. ეს არის ხელოვანები და სულიერებაში, ასე ვთქვათ, მოღვაწე, სპირიტუალიზმში მოღვაწე ადამიანს. რატო? მოდი დავაკვირდეთ, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ ხელოვანების და სულიერ, ასე ვთქვათ, სფეროში მოღვაწე პრაქტიკების, ასე ვთქვათ, პრაქტიკოსები ადამიანებს შორის გურუებს და მასწავლებლებს გულისხმობ და ინსტრუქტორებს მათი 80% იმიტირებს იმას, რასაც აკეთებს. და ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს შეუძლიათ ამ იმიტაციის ამოცნობა. ამიტომაც არის ძალიან ისეთი უდიერი დამოკიდებულება ხანდახან. 80-90% ხელოვანებისაც არ არიან ხელოვანები. ისინი არიან იმიტირებენ სხვა, ასე ვთქვათ, ხელოვანებს. იმიტომ რომ ჩემი აზრითაც შემოქმედებითი ენერგიის გამტარი ადამიანი არის ნამდვილი შემოქმედი, რომელიც, ასე ვთქვათ, სტატისტიკურად თვლი რომ არ არის. ყველა ხელოვანი და როგორც ყველა სულიერი მოღვაწე არ არის სულიერი მოღვაწე. ხო, აი ხელოვნებას რაც შეეხება, რომ შეეხება ორივე მეტაფიზიკური სამყაროს ეხება, ხო, ხელოვანი არის რაღაცას ქმნი მეტაფიზიკურს, მაინც ქმნი ახალ სამყაროს და ასე ვთქვათ, მეტაფიზიკური შემეცნების სფეროც დაახლოებით რაღაც საერთო აქვს რა. თუმცა რა თქმა უნდა არიან ნამდვილი ჭეშმარიტი გამტარები ალბათ ენერგიისაც და შემოქმედებისაც. აი მეც რა თქმა უნდა მაგას ბევრი მიფიქრია რა და ფოკუსი თუ არის მოკლედ ძალიან დიდი ფოკუსი არის აუდიტორიაზე, ხო რა მოეწონება ან როგორი გამოვა, მანდ უფრო იჭედები რა. და მანდ იკმაყოფილებს ზუსტად იმ პირველ ბაზის მოთხოვნილებებს სოციალიზაციის, ხვდები? იქ ნუ რაღაც პონჩი იმიტირებ იმ მომენტში, ხვდები? რო გჭირდება, ასე ვთქვათ, ფიდბექი, სიყვარული, შექება, დაფასება, ხო? ხო, ნუ ეს არ არის ცუდი და კარგი, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ეტაპია რა. იმიტაცია, ისეთი პირველ ნაბიჯებზე ყველა ვარიანტში იმიტაცია გამოდის რაღაცა. კი, ვეთანხმები. მაგრამ ხო, იმიტაცია როგორც აი მხატვარი რო სწავლობს რაღაც იმის დახატვას, გადახატვას ან რა. კი და სხვისი სტილის ძალიან დიდი გავლენა სანამ არის, სანამ თავისას შექმნის, ოღონ თავის ავთენტურს, რომელიც თვითონ დაიბადება მასში და არა მათემატიკური გათხრებითაც ბევრი მუშაობს, ან რაღაც ძალიან ხო. ისე აი ჩემ დაკვირვებით მეც პირველი ფილმები რაც გადავიღე, ეს პირდაპირ ჟანრებით იმიტაცია არის, მაგრამ რაც დავაკვირდი, იცი, როგორც არ უნდა იმიტირებდე ჟანრს ან რაღაც სხვის ხელწერას, ხო? შენი შეგლია რომ ჩადო მან და აინც შენთვის ავთენტური ნამუშევარი გამოდის. ხდები? აი ეგეც არის რა, ანუ აი ყველაფერში შეგიძლია რომ შენი სიმართლე ჩადო და არ მოიტყუო, ასე ვთქვათ რა. კი, რა თქმა უნდა. როგორი ის არ უნდა, როგორი მსგავსი არ უნდა იყოს სხვისი, ან თორე აი მაგალითად რამდენი პოდკასტი, რამდენი ინტერვიუ არის, მაგრამ თემა ის არის შენ თუ ხარ ახალს თუ აკეთებ, ან ისე მართალი თუ ხარ შენ თავთან და თორე
ყველა ერთი და იგივეს ვაკეთებთ არა? ყველა ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ. კი, გეთანხმებოდ. კეთ იმიტომ არის ძალიან რთულია გაარჩიო ჭეშმარიტი სიცრუისგან. მოდი ახლა უფრო იმ თემას ვუბრუნდებით ზოგადად. ნახე, სიცრუე თან დღევანდელ ეპოქაში განსაკუთრებით, როცა სიყალბის ინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებები იმდენად განვითარდა, რომ ამ სიყალბის ასე ვთქვათ დააპდეითება ისე ხარისხიანად შესაძლებელია, რომ ძალიან რთულია გარჩევა. თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან იხრეწება ეგო. ეგო კი შიშს მალავს ყოველთვის. ეგო ჩვენ ყველას გვჭირდება, მაგრამ როდესაც შეშინებული და დაუკმაყოფილებელი ეგო გვმართავს, ანუ მთავარი ტიპია და პედესტალზე დგას, მაშინ სულ ცდილობ დაიცვა საკუთარი თავი და მანდ ჩემი აზრით შემოქმედებითი ენერგია არ მიედინება ადამიანში, მაგრამ ემსახურება გარკვეულ შიდა პროცესების დალაგებას, დაკმაყოფილებას და თუ პარალელურად ადამიანი აცნობიერებს რისთვის აკეთებს ამას, ხო? აი აღიარების და დანახვის უნარი თუ აქვს. მაშინ ეს კიდევ უფრო ჯანსაღი პროცესია, თუნდაც თავისი დანაკლისების, თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. მაგრამ ადამიანი თუ ამას ვერ აცნობიერებს და უბრალოდ ამას აკეთებს, აი მაშინ გადადის იმიტაციაში. აი ძალიან საინტერესო მომენტია ეგ. ყველა თავიდან თქვი რომ ყველა ცდილობს თავიდან რაღაც თავი დაიმკვიდროს, საკუთარი ეგო დაიმშვიდოს. ეს ნორმალურია, მაგრამ თუ შენ ამას აცნობიერებ, რასაც აკეთებ, ეს არის ძალიან ჯანსაღი გზა, ძალიან და ეტაპია. მაგრამ თუ ამ ორებში ჩაება ადამიანი იმ დონემდე, რომ ვერც აცნობიერებს, რას აკეთებს და უკვე აი მაშინ არის იმიტაციის სამყაროს ქმნი. რომელიც სამყაროა, მაგრამ იქ სასიცოცხლო ესეთი ენერგია კოსმიური ჩემი აზრით არ სუფევს. მაგიური ენერგია, რომელიც ქმნადობის დროს ხდება, ხო როცა რაღაცას ქმნი, რა რითი კეთდება, რა ენერგიით კეთდება, ხო ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ხელოვნებიდან, როცა ამავე ხელოვნებაში ძალიან კარგი თვალი ხედავს, რა გრძნობს ადამიანს, რაღაცნაირად გრძნობს. მაგრამ აი ერთხელ მახსოვს, მაგაზეც ვლაპარაკეთ, რომ აი საჭმელი რო შეჭამო რაღაცა რესტორანში რაღაც იქაც გრძნობ, როგორი გულით არის თუ არა გაკეთებული რა. ეგეც ხო რაღაცნაირად კავშირში არის მაგასთან. და ფასტ ფუდი კიდე. საჭმელს ჩემი დაკვირვებით აქვს ძალიან ნეიტრალური ენერგია, რატო? იმიტომ რომ პროფესიონალი ამზადებს ჩქარა, პროფესიონალად დიდ ნეგატივს თუ რა დარდებს და პირაც იქ არდებს. მაგალითად fast food-ში ხო, ცოტა ისეთი დაბალი ხარისხის პროდუქციაში, იქ იგზნობა როგორც დაბალი ხარისხის პროდუქცია, ისე ენერგია, როგორი ბაბადე მიფუჩეჩებული და რაღაც დარდები აქვს იმ ადამიანს, როცა ამზადებს იმ რაღაცა French fries თუ შაურმას, ხო? ეს იგზნობა როგორც ფიზიკურად, ისე ენერგეტიკულ დონეზე, მაგრამ სახლში შენი საყვარელი ადამიანი ან შენ თავად, როდესაც ფიქრობ ჯანსაღ პოზიტიურ რაღაცებზე და ამ დროს ამზადებს საჭმელს, იმ საჭმელს კიდე სხვა ის აქვს გემოც. მე ვფიქრობ უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე თუნდაც მაღალი დონის რესტორანში. იმაზე მინდა გადავიდე ურთიერთობებზე რო გადავიდე რა. აი ადლერი ამბობს რომ ყველა პრობლემა იქიდან ინტერპერსონალური ურთიერთობების პრობლემა არის. ყველა პრობლემაა და ერთ-ერთი რაც საუბრობს არის მეგობრობა და სხვადასხვანაირი ურთიერთობები, სადაც ურთიერთობა არის ვერტიკალური, ანუ შენ ან ზემოთ უყურებ ვიღაცას ან ქვემოთ და ეს ქმნის ყველა პრობლემას ურთიერთობაში. აი მაგაზე თუ შეგიძლია რომ ისაუბრო, იმიტომ რომ ხო აი ჩემ დაკვირვებითაც ეგრე არის, რომ მეგობრობაშიც რო შეხედო, ხო, ძალიან ახლო მეგობრობაშიც არის ხოლმე ეს დინამიკები, რომ სადღაც ვიღაცა შეიძლება არ იყოს თანაბარი რა. და ეს რომანტიკულ ურთიერთობებზე აღარ ვსაუბრობ რა და აი ეს აი მაგაზე რო ისაუბრო თუ შეგიძლია თანაბარს რაც გულისხმობ აი რო მე არ ვდგავარ შენზე ზემოთ შენ არ გახარ ჩემზე ქვემოთ და პირიქით რა რაღაცნაირად ურთიერთპატივისცემა არის ამ ურთიერთობის დეფიციტზე გულისხმობ ხო დეფიციტს ხო ანუ არაუთენტური ურთიერთობა რაც მოყვება ესეთ დინამიკას რა
ეს ზუსტად იგივე ისა პირამიდას გამოვიყენებთ, რომ ადამიანი თუ დაუკმაყოფილებელია იმ სამ ბაზისურ მოთხოვნილებებში, ხო? კიდევ გავიმეორებ, უსაფრთხოება, სოციალური ურთიერთობები და ფიზიკური მოთხოვნილებები. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი ნაღდი, ხო, ურთიერთობებში ვერ იქნება. ძალიანაც რომ უნდადეს მას წაძლევს მაინც თავისი ინსტინქტური, ასე ვთქვათ, შიშის მოთხოვნილება, სადაც თავისი ეგოისტური ინტერესები უზენაესია და ამის შეფუთვა უწევს ხანდახან, ხო? მაგრამ ადამიანი, როდესაც გაზრდილია და ესენი დაკმაყოფილებული აქვს, ხო? მაშინ ზუსტად არის შესაძლებელი პირიქით ფასეულობათაც გარდაიქმნება ადამიანში, რომ ნამდვილი ურთიერთობები სჭირდება. არა რაღაცა ვიღაცაზე ზემოთ იდგეს, ან ვიღაცაზე ქვემოთ, ან სტატუსებს კი არ უყურებს, არამედ სინაღდეს ხდის ფასეულობად. ეს იშვიათობა გეთანხმები, იმიტომ ვთქვი, რომ მთელი კაცობრიობის უმრავლესობა იმ სამ საფეხურის დაკმაყოფილების, ასე ვთქვათ, ხაბანგშია მოქცეული სამწუხაროდ და იმის იქით რატომაც იშვიათად თუ ვინმე გადადის. და ყველას შინაგანად, ეხლა შენ რატო გაწუხებს ეს საკითხი და მე ვფიქრობ ძალიან ბევრ ადამიანს გვაწუხებს. იმიტომ რომ სიღრმისეულად საწყისში, ხო, სანამ ადამიანი ნიღბებს, მოირგებს, იმიტომ რომ სამყარომ ვერ მიიღო, ვერ გაუგო, ვერ შეუწყო ხელი ტრაუმების კასკადის ფონზე, შინაგანად ყველა ადამიანი გრძნობს რა არის ჯანსაღი. და რა აკლია ადამიანს. აი ავთენტური ურთიერთობები გახსნილი პატივისცემაზე დამყარებული რა და ურთიერთ ენერგიის გაცვლაზე. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. თანაბარ უფლებიანობა ნიშნავს ენერგიის თანაბრად ცირკულაციას ურთიერთობაში. თორე ადამიანები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთის სოციალური სტატუსით, შეიძლება პროფესიით, მაგრამ თუ აქვთ ადამიანს თავისი ცნობიერების და დაკმაყოფილების დონე ცოტა მაღალი, იქ სხვა ხარისხში გადადის ურთიერთობა, რაც ალბათ ყველას გვაკლია დიდი დოზით გარემო სამყაროში. აი, სანამ მაგას კითხავ, ეგ როგორ დავიკმაყოფილოთ თუ რა ვიცი მაგას რა პასუხები მაგაზე არ არსებობს რა. მაგრამ ერთი პატარა დაკვირვება მაქვს კიდე იმაზე, რაც кайხანია, რაც დავიწყე ლაშქრობებში სიარული და შემდეგ, აი როგორც კი გავდივართ ისეთ ადგილებში, ან ისეთ მდგომარეობაში, სადაც ვართ, უფრო ჩვენ ინსტინქტებთან და ბუნებასთან ახლოს, იქ ავტომატურად უფრო ავთენტური ხდება ურთიერთობები და მაგიტომაც ერთ-ერთი მიზეზი არის, რადგანაც მიზიდავს ხოლმე იქ სიარული და იქ გაცნობილი ხალხი ცოტა სხვანაირად მომახსოვრდება და ხვდები რამდენად ნაკლები ის არის, რა ქვია, ხმაური არის რა, ასე და ნაკლები ფილტრია. ფილტრია და როგორც კი ჩამოდიხარ ერთ თბილისზე მაგ დაკვირვება, რაც უფრო უახლოვდები თბილისს, აი კილომეტრებით, მით უფრო ენერგეტიკა შენში ციცვლება, ხალხის ციცვლება, აი მაგალითად ერთი და იგივე ადამიანი რეგიონში რო ვნახო, ხო? ან სადმე სოფელში ან თავის სოფელში ან რაღაცა საერთოდ სხვა ურთიერთობა სხვა ისყო და მე აქ რაღაცნაირად ყველაფერი იცვლება რა და აი ეს რაღაცნაირად ბუნებასთანაც ხო არის, ბუნებას რომ მოუწყდით და რაღაცნაირად. ბუნებრიობას, ხო? და სწორედ აღნიშნე მეც იგივე შეგრძნება, როცა თბილისს უახლოვდები, გზნობ რომ დაუკმაყოფილებელი ეგოს სამყაროში შემოდიხარ, ანუ დიდ ასე ვთქვათ მეგაპოლის და დიდ ქალაქებს ეს ახასიათი. იქ შიმშიერი ეგოს ვიბრაციებია ადამიანებში გამეფებული, იმიტომ რომ ის ჩემში მეზურე შენს გადაგება, ხო, გაგეღვიძება ეგ, ხო? და ნახე, როდესაც მიდიხარ ქალაქგარეთ ლაშქრობაში, ან ძალიან ასე ვთქვათ ავთენტურ ბუნებრივ გარემოში ხვდები, სადაც უკვე ის როლები აღარ მუშაობს რა სოციალური. რა ხდება, აბა შენს გექნება გამოცდილებად, რომ ბევრი ადამიანი უაზრო რაღაცებზე კონფლიქტსაც იწყებს. ანუ ქალაქში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ისეთი აბსურდული და პრიმიტიული თემის გარშემო შეიძლება ისე იჩხუბო, რომ მთელი ცხოვრება ხმა არ გასცენ ერთმანეთს. რატო? ან იქ უკვე აღარ იმალება, ის ნიღბები ცოტა გადადის მეორე პლანზე და რაც ადამიანში შიგნით არის, თანაცხოვრება ბუნებაში ამ ასე ვთქვათ ფილტრს ხსნის და გამოდის გარეთ რაღაცა იმალება.
ეხლა ეს ნეგატიური ვახსენე, მაგრამ არის პირიქით ისე დაუახლოვდები შეიძლება ისე ადამიანს და გაიცნობ სხვა კუთხით მის შიდა შრეებს და ძალიან დამეგობრდე და ახლოვდე ხო ესეთ ბუნებრივ გარემოში. ამ პირიქით ძალიან დიდი ისეთ რაღაცები ამოატივტივან თავად შენან სხვამ რო პირიქით განიზიდო და მიხვდე რომ ეს ადამიანი თურმე სხვანაირი ზართულ პირობებთან ყველა ჭედავს რა რაღაცნაირად ყველა ნიღბები იხსნება რა ხო და აი მაგიტო არის ძალიან მაგარი რა ვინმეს გაცნობა თუ გინდა უნდა წახვიდე რამე რთულ იმაში რა ქვია კარგი რეცეპტია კი თან აი რას ვაკვირდა ვიცი აი ეგეთ რთულ პირობებშიც ადამიანები რომლებიც ამ პოზიტიურად არიან ოღონდ არა ალბათ აი ბუნების ნაწილად რო გზნობ თავს რა ეგეთი ადამიანები ურთიერთობაც უფრო მიადულდება რა ეგეთ ადამიანებთან მე და მეც უკეთ კარგად გზნობ ხოლმე რა თავს აი ბუნებაში რაღაცნაირად ნაწილი რო ხარ ამ ყოველფრის და დაცლილი არის ამ სოციალური რაღაც ამ ვერტიკალური ურთიერთობებით რა და ხო და ზუსტად რაღაც ეტაპზე ადამიანისთვის თავარი ხდება ურთიერთობები რა ანუ ხარის გარკვეული სქემა რომ არის ქვესოციალური ადამიანი სოციალური ამას ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ჩემს გამოსვლებში პოსტსოციალური და ზესოციალური ზუსტად ქვესოციალური ეს უკვე არასოციალიზირებული ბავშვია სოციალური არის ზუსტად გამგელებული ეგო რომელიც ცდილობს დაიმკვიდროს თავი და თუ ადამიანი გაიზარდა თვითაქტუალიზაციამდე იგივე ეგ და პოსტსოციალურამდე მისთვის ხდება ფასეულობა უკვე არა სტატუსები და ასე ვთქვათ, თავის დამკვიდრება, არამედ გულწრფელი ურთიერთობები და ეს უკვე სხვა ცდილობს მაინც ადამიანი. ცდილობს და უნდა წყურია უკვე წყური. არ წყურია რომ ეს მე გამომადგება, მე ეს რამეში დამჭირდება, ჩემთვის სასარგებლოა, ან იმას რა სტატუსი აქვს, იმიტომ რომ სოციუმში ხო ოჯახები, წყვილები ძირითადად როგორ იქმნება უმრავლესობაში ადამიანი ირჩევს თავის წყვილს იმის მიხედვით თუ აწყობს სოციალურად და თუ ერგება, მაშინ უყვარს, ან უყვარდება რა ბჭყალებში ვთქვათ. და უკვე პოსტსოციალურ მდგომარეობაში საფეხურზე უკვე ეს აღარ არის ფასეულობა ურთიერთობაში, არამედ მე თუ ამ ადამიანთან საინტერესო და კომფორტულად გრძნობ თავს, ეს ხდება უზენაესი ფასეულობა ურთიერთობის გასაგრძელებლად და არა სტატუსები. ხო მე ეს მოსვენილი მაგადრე რო გილაპარაკია ამაზე, მაგრამ ისიც როგორც ყველაფერი, ესეც მე მგონი ისეთი სტეპები არ არის მკაცრი გადადიხარ, ანუ ყოველთვის გეკაჩება. შეიძლება ჩამოვარდე, მე ახვიდე, ხო. და მაგიტო არის ხოლმე რთული რა, უფრო ესეთ გაგნება რა სათხარ მართალი რა. ხო, სწორხაზოვანი არ არის ცხოვრება. უბრალოდ ჩვენი ტვინისთვის რო გავომარტივოთ აღქმა, ხო, ამის მერე რა მოდის, ან რა შეიძლება იყოს ჩაითვალოს განვითარებად. ამისთვის ეს გრადაციები არსებობს, თორე ძალიან შემოქმედებითი და თავისებურია ეს პროცესი მაინც. და ერთი აი ჯეიმს ჰოლისთან ვისანაც ხოდა პირველი ინტერვიუ ასეთი ისაკ წიგნში ამბობს რომ ძალიან მარტივად რო შევხედოთ if it feels right for you it's right for you if it doesn't feel right for you it isn't right for you ანუ თუ ეს თუ გრძნობ რომ ეს სწორია შენთვის მაშინ სწორია აი რაღაც აი შეგრძნებას უნდა უსმინო ხო ალბათ მაგ დროს აი ბევრი ინტელექტუალიზაციის გარეშე რა იმიტომ რომ აი ხლა ჩვენც კი ვსაუბრობთ ძალიან შეიძლება ვიღაცისთვის ჩახუჭუჭებული იყოს ან მე თვითონაც შეიძლება ძალიან ვიტურთავდე თავს მაგრამ საბოლოო ჯამში ხო იქამდე მივდივართ თავს თუ არ გრძნობ სადღაც გავამარტივოთ კი ხო რო გავამარტივოთ რა აი რაღაცნაირად ჩემთვის მუშაობს ეს თუ არ გრძნობ თავს კარგად აი რას გულისხმობ ხო საინტერესო შენ თვითონ მინდა მიპასუხო თუ რა ხან შენ თავზე ამბობ უფრო ავთენტური იქნება პასუხიც აი რა სად ეძებ იმ შეგრძნებას სხეულში ფიქრებში თუ სად იმ კომფორტს და rightness ანუ სად ეძებ სად პოულობ როგორ ხვდები რომ it's right for you აი არ ვიცი სიმართლე გითხრა ზუსტად სად ვეძებ მაგრამ აი რაღაც შეგრძნება გაქვს რა გეუბნება აი ბუნება რაც არის ჩემში ინტუიციურად ბუნებრივად რაღაცა სწორი არის ჩემთვის რა და რაღაცა ბუნებრივად აი კანის დონეზე ანუ სხეული გელაპარაკება რა მოდი ესე დავაკეთო ხო ეგ მინდოდა მეკითხო ხო სხეულს თუ დავაკვირდებით ძალიან მაგარი ბარომეტრია აი ძალიან კარგად გაგზნობინებს რა არის right for you
და რა არ არის. და ანუ რა არის დესტრუქციული და არასწორი მდგომარეობა და რა არის სადაც ხარ flow-ში, ხო? კი, აუცილებლად ადამიანმა არ უნდა ეხა ინტელექტუალიზაცია რო არ მოახდინო და ძალიან ინტელექტუალურად არ წარმოვაჩინოთ ეს საკითხი, მარტივად ადამიანურად რო ვთქვათ, ადამიანმა უნდა მოусმინოს პირველ რიგში თავის ხელს და ინტუიციას. აი და ინტუიცია სიღრმისეულად თითოეული ადამიანის ყველაზე მაგრად იცის რა არის სწორი მისთვის. აი გრძნობს რა. აქ კი არ უნდა იყოს მარტო ყველა გადაწყვეტილების მიღების ეპიცენტრი, არა. ნათქვამია რომ ქვემოთ უნდა ჩავი ჩვენი ინტელექტი და გონება უნდა ჩავიდეს გულში და იმ გულში იგრძნობ ყველაფერს ყველაზე მაგრა. ანუ სხვები კი არ გაქცევენ ყველაზე კარგ პასუხს, არამედ შენი ინდივიდუალური პასუხები იმალება შენს ხელში და შენს შეგრძნებაში, რომელსაც ბევრი აიგნორებს და ზუსტად ალბათ თავის რომ არ დავაიგნოროთ საკუთარი შეგრძნებები და ის გავხადოთ პირველ ადგილზე გადავიყვანოთ როგორც შემფასებელი და ბარომეტრი და არა ასე ვთქვათ კონსტრუქციები ინტელექტუალური და გონებრივი. ის კი საჭიროა, მაგრამ მეორე პლანზე გადავიყვანოთ და პირველ ადგილს შეგრძნება. ძალიან შეცვლის ეგ სიტუაციას უკეთესობისკენ ჩემი აზრით. მაგას გეთანხმები. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა გავართულო კიდე. გავართულოთ. ანუ შეხედე, როცა რაღაცა მინდა რომ გავაკეთო, უგზნობ რომ სწორია ხო რომ გავაკეთო. აი სანამ გააკეთებ, შეიძლება იგზო მაგარი შიში. აი ხომ მქონდა ეგეთი გამოცდილება თელს ხელში. შიშს გრძნო, მანდაც ხო სხეული გელაპარაკებ, რომ არ გააკეთო ეს რაღაც აი გიყვირის სხეული რა. და აი მანდ არის ხოლმე რთული რა. თან შენ სხეულს უზმე, ინსტინქტები, თვითგადარჩენის ინსტინქტები ირთვება. რავი, ოფლი გასხავს ყველაფერი, ანუ სხეული ყვირის რო არ გააკეთო. რატო არ გააკეთო? იმიტომ რომ გეშინია თუ, იმიტომ რომ არასწორი რაღაცას აკეთებ აპირ. ხო და აი ზუსტად მანდ ეხლა მე რაც მეხმარა მე ვიწერ ხოლმე რაღაცებს, თუ გრძნობ რომ სწორია რაღაცებს, ჩავიწერ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემ პირველ იმას ვაკვირდები, რა იყო мотиваცია ეს რომ გამეკეთებინა თავიდანვე, ანუ რატო სადღაც ბუნებრივად ვიგრძენი თავი რომ ეს გამეკეთებინა და გადავდგი პატარა ნაბიჯები. როგორც კი უახლოვდები, შეიძლება ასე თქვა დაზადნო რა, იმიტომ რომ შეგეშინდეს და აი მაგ დროს არის ორი რაღაც. ერთი რომ გაარჩიო ალბათ ეს შიში არის უბრალოდ და უფრო წინააღმდეგობრივი ენერგია თუ რეალურად შენი ავთენტური სურვილი რა და გაიხსენო შენი მიმართულება რა გინდოდა თავიდანვე. კი ბატონო, რა იყო თავარი მამოძრავებელი? თავარი მამოძრავებელი რა იყო? რაც არ არის ხოლმე ადვილი სხვადასხვა. ხო, ეს რთულია, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, ხო, შენ უკვე ახსენე, ანუ დააკვირდე. სხვა ალტერნატივა არ არის. შენ როცა აყოლილი ხარ ემოციას, ეგ იქნება აღტაცების და აღზნებადობის მდგომარეობა თუ შიში, არ აქვს მნიშვნელობა. ორივე მდგომარეობა ამახინჯებს შენს აღქმებს. და მოვილაპარაკოთ ამაზე. და ასე ცოტა ხნით გაჩერდე. და დაუსვა კითხვა, რატომ ეშინია, რატო არ მინდა ამის გაკეთება და ცოტა ჩაურმავდე ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ თუ თვითდაკვირვებულობის უნარი აქვს ადამიანს ოდნავ მაინც გამოუშავებული, ის ეგრევე მიხვდება, ეს არის უბრალოდ შიში, რომელიც გარკვეული კომპლექსებიდან გამომდინარეობს და გაბრკოლებს გააკეთო ძალიან შენი საქმე მაგალითად, ან რეალურად მიხვდები, რომ ეს არა ინტუიცია, რომელიც კარნახობს, რომ შენ არასწორე არანაბიჯს დგავ და გაფრთხილებს. აი ხო, ეს არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ ასე ხდება ძირითადად რა. და რაღაც გამბედაობა გჭირდება რა თან. გამბედაობა გჭირდება და აი სხვანაირად რო ვთქვათ, რაღაც უფრო ადვილი გამოდის ხოლმე, რომ არ იყო ავთენტური და ასე ვთქვათ ყალბი რა, ცოტა ისეთი სიტყვა არის რა. მაგრამ რაღაც რაც შენ ცილაპარაკე მაგაზე რომ რაღაც თავის დაღწევა რაღაც შიში გამოძრავებს ხო? როცა არ ხარ ყალბი, როცა ყალბი ხარ და რაღაც ადულ გამოსავალს პოულობთ ხო? რაღაც კი, უსაფრთხო გამოსავალს. უსაფრთხო ხო? ხო, არა და შეიძლება შეიძლება არ ჩანდეს რომ არ არის უსაფრთხო, მაგრამ უსაფრთხო. უსაფრთხო ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენი ეგო ცდილობს რომ ყველაფერი გააკონტროლოს და თავის გემოზე აკონტროლოს ჩვენს ცხოვრებაში, რაც არის აბსურდი, ხო? იმიტომ რომ ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ. პირიქით უნდა
მივიღოთ სამყარო და ეს განუსაზღვრელობა როგორც მოცემულობა. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივდება ყველაფერი. იმიტომ ხტები, რომ ხანდახან რაღაცას შენ აკონტროლებ, ხანდახან ფლოუში შედიხარ და ენდობი გარემოებებს. იმიტომ რომ ის მიგიყვანს მე რაღაც აღმოჩენამდე, დასკვნამდე, თუნდაც საკუთარ თავში. ამის გარეშე შენ ვერ ისწავლი და ადამიანს ხშირად ეშინია შეცდომების დაშვების, ხო? რატო ეშინია და ამის გამოც სიყალბე ასე ვთქვათ, იდეალიზაცია რაღაცის ახასიათებს, არა და შეცდომების დასვების გარეშე ადამიანი ვერ განვითარდება და ვერ გაიზრდება. ანუ ეს ნონსენსია. პირიქით, ადამიანის შეცდომების დაშვებით იზრდება, ვითარდება და გადის განვითარების ციკლებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისაღები სიტუაცია. ხო, გიო, რო გავაგრძელოთ და შევეხოთ ერთ აქტუალურ თემას მსოფლიოში ნარცისიზმის თემას რა. რაც აი ისევ მე ისეთ სფეროში ვარ, სადაც ჩანხარ, რეალურად მსახიობობა, რეჟისურა, მედია, ხალხი და მანდ უფრო რთული არის ხოლმე, მაგრამ ეხლა ჩემზე არ არის საუბარი, ნარცისიზმი ჩემზე არ არის საუბარი, მაგრამ მე ჩემ თავში დაახლოებით ვიცი რომ ეს რაღაც კონტროლი უნდა დავიჭირო რა და მაგრამ ეს დროება რაც არის მაგაში არ მეხმარება რა და აი დღეს აი შენც მაგაზე გისაუბრია რომ ნარცისიზმის ხანა არის ხო რაღაც ყველა რომ მანდეთკენ არის და მაგაზე შეგვიძლია რომ ისაუბრო და ხო პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ მაყურებლისთვის რომ ნარცისისტულობა ყველა ადამიანში არსებობს აბსოლუტურად თითქმის ყველა ადამიანში არსებობს და ეს ნორმალურია მაგრამ რა ითვლება პათოლოგიურ ნარცისისტულობად ხო რომელიც გარკვეულ ნორმას ცდება და მოდი ამაზე ვისაუბროთ ხო ორი სიტყვით კი გეთანხმები დღეს მაგალითად ფსიქოთერაპიაში ხო ადრე აწლეულების წინ თუ მთავარი კლინიკა იყო ნევროზების კლინიკა ხო ახლა ნარცისისტულობის პრობლემა არის ანუ მეს პრობლემა პათოლოგიური გრანდიოზული მეს და არა მარტო გრანდიოზული სხვადასხვა ნარცისისტული გამოვლენა არსებობს პათოლოგიაში და ეს არის ამ ეპოქის დამახასიათებელი ნიშა. რატო? ხო, ეგ გვაინტერესებს. იმიტომ რომ ზუსტად ეხა ისეთი დროა, როგორც კოსმოლოგიური ეპოქის თვალსაზრისით, ისე სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური რყევებია ყველა მიმართულებით, ხო? ის ჩვეული სამყარო, რაშიც ჩვენ ცხოვრობდით და ჩვენი წიათაობები იშლება, ხო? ამან ეს განპირობებულია ძალიან ბევრი რამით, ხო? შეგვიძლია შევეხოთ იუგების თეორიას და ციკლებს კოსმოლოგიურს, ხო? სადაც ნათქვამია რომ დღევანდელი ეპოქა არის კალი იუგას ეპოქა რომელიც ყველაზე ბნელ ეპოქად ითვლება სხვა ხუთ ეპოქაში. ხო, ეგრე მოусმენ შემეშინდოთ. შენგან გავიგე. ხო, შევეხოთ ამასაც პირველ რიგში ალბათ საფუძვლისთვის კარგი მაგალითია, რომ ცოტა მასშტაბურად გლობალურად დავინახოთ სურათი. და კაი ხანი გრძელდება კიდე, ხო? იცი რა ამბობენ სხვადასხვა ვარიანტია, მაგრამ ამბობენ რომ უკვე ბოლო პერიოდია და კალიუგეს დასასრულია, მაგრამ ეს დასასრული შეიძლება კიდევ 200-300 ან 400 წელი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს კალიუგა შეიძლება 15-20,000 წლის ციკლს ითვლიდა თავის დროზე რა. თორემ ჩვენთვის რაც ასე ვთქვათ დიდი პერიოდია სამყაროს სხვა განზომილებიდან 1 საათია რა ხო ხტები ხო რას ნიშნავს კალიუგა ამ შემთხვევაში ეპოქა სადაც ადამიანის მდგომარეობა არის ყველაზე დაკნინებული და დაცემული როგორც ცნობიერების დონის მიხედვით ფასეულობების მიხედვით მოთხოვნილებების მიხედვით თუ ასე გავსაზრდოთ და ყველა თუ გავეცნობით მაგალითად ვიშნუ პურანას ხო ვედურ ნაშრომს იქ ძალიან კარგად არის ასახული კალიუგასთვის დამახასიათებელი ყველა სინდრომი ხო რა ხდება ამ დროს კაცობრიობაში ადამიანში გარესამყაროში და თუ კარგად ჩავეძიებთ მიხვდებით რომ რეალურად ერთ-ერთია იდენტურია ის რაც ეხა ხდება ჩვენს გარესამყაროში და ჩვენს თავში იგივე ეგ ხო ანუ რას ნიშნავს კალიუგას ბოლო ნაწილი ბოლო ნაწილში კალიუგასი ყველაზე რთულდება სიტუაცია და მძიმდება იმიტომ რომ
რაღაცა რო იცვლება და ინგრევა ძველი ამ დროს ასე ვთქვათ, ტივდება ყველაფერი ჩრდილოვანი, შეფარული, შელამაზებული ჩვენს თავში. და სამყაროშიც ხო, ეხლა ჩვენ ვქნით სამყაროს, ჩვენ წარმოვადგენს ჩვენ სამყაროს პროექცია ჩვენი თავის სამყარო და ყველაფერი ტივდება, პირველ რიგში შიშები, დაუცველობის გზნობა, იმიტომ ადამიანი კარგავს სიმყარის შეგრძნებას, ხო, სტაბილურობის შეგრძნებას, ხა გადავხედოთ გლობალურად სამყაროს ყველა მიმართულებით, ხო? ყველგან არის არასტაბილურობა, ყველგან ყევები, ყველგან სტრესია, ხო, ადამიანისთვის და ეს რას იწვევს? ეს იწვევს ადამიანში თვითგადარჩენის ინსტინქტის ძალიან დიდ დოზით გააქტიურებას, ანუ ალარმია, უკვე ძალიან სახიფათო ზონა ადამიანის ეგოსთვის ხდები და ამ დროს რა ხდება? ადამიანი, ანუ ეგო, დავუკმაყოფილებელი ეგო, სადაც გაჭედილია იმ სამ ფაზაში, ყველანაირი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობით და ხერხით ცდილობს ახალი რაღაცები მოიგონოს, დააპდეითოს, ასე ვთქვათ, თავდაცვის მექანიზმები იმისათვის, რომ გადარჩეს. ანუ ისევ გადარჩენის ინსტინქტი არის დომინანტი ადამიანში. და ამიტომაც ჯერ ადრეა გლობალურ ტრანსფორმაციაზე და როგორც ბევრი საუბრობს, სულიერ და ცნობიერ გამოღვიძებაზე საუბარი ეს ძალიან ადრეა. პირიქით ეხლა არის ამღვრევის პერიოდი და არა გამოღვიძების პერიოდი. ხო, მაგრამ აი ხა რო დაუფიქრდი, ხო? აი სოციალური ქსელები, ხო? იგულისხმება ამ ყველაფერს, რაც ილაპარაკე. ეს ყველაფერი ხო კი მივყავართ აი იქამდე რომ ამზაფრებს ამ ყველაფერს და გამოღვიძება და რაღაც კი არა პირიქით ანელებს მაგ პროცესს, ხო? და შეყავხარ უფრო და უფრო ახალ ილუზიებში. ხო, უფრო და უფრო სავალალო სიტუაცია ხდება მაგ მხრივ რა. მაგრამ ეს ხო მეორე მხრივ საჭირო არის იმისთვის, რომ რაღაც პიკამდე მიხვიდე და რა გამბოშტერდეს ის ლამაზად რო ვთქვა სამყარო სკერზე დაეცე ხო აი მე უკვე მაქვს ეს შეგრძნება რაღაცნაირად რო უყურებ აი პოლიტიკასაც და ზოგადად აი მის ჩანს რა სოფლიო ლიდერები და რაღაც რო უკვე აი რაღაც მაგარ სატირაში ვცხოვრობთ რა და უკვე ცივილიზაცია მიდის აი პიკამდე რა უკვე რო ვეღარ არჩევ რა არის რეალობა რა არ არის და გაჭედილი რა მოკლედ ოღონდ ეხლა არ ვსაუბრობ ისე რომ რაღაცა ორად სულ სამყაროში ვცხოვრობთ ეს ამაზე არ ვსაუბრობ პირიქით კი გეთახმები რომ რაღაცნაირად აი პიკი მიდის ციკლია ხო და რაღაც გასკდება სავი თუ რაღაც და შენი საუბრე მაშინ ისევ რაღაც ეპოქებზე საუბრობდი არ მახსოვს რომელი ვიდეო იყო მაგრამ რაღაც აგრარული ეპოქის შემოსვლაზე დაბრუნებაზე ეს იცი რა ერთ-ერთი ვარიანტია მომავლის მაგრამ არა ერთადერთი რომ ხალხი ისევ გავა რომ თავის აუთენტურ იმებს დაუბრუნდნენ თავებს რაღაც ისევ ბუნებას დაუბრუნდება ისევ ხო აი ნაკლებ აი რაღაც ტელეფონები რო შემოდის უკვე Nokia-სნაირი ტელეფონი შემოდის რომელიც არანაირი ფუნქცია არა nothing phone თუ რაღაც და ვერაფერს ვერ იზამ რა და ეგ იყიდება ახლა აი ეგ მაგ თემის პროდუქტია მაგ პროექტის პროდუქტია ეგეც კი ხო რა რაღაც საინტერესო დროში ვცხოვრობ რა უნიკალურ მე ძალიან გამიმართლა და მე მგონი თქვენს ყველას გაგიმართლათ რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ იმიტომ რომ ასეთი უნიკალური რაღაცები ძალიან შეიძლება 25,000 წელიწადში ერთხელ ხდება ანუ ჩვენ ვართ მომსწრე ეხლა ჩვენი პიროვნული უსაფრთხოება რო გადავდოთ ცალკე ძალიან საინტერესოა რეალურად. ანუ ჩვენს წინ იცვლება სამყარო. ჩვენს წინ ტივდება ის რაც დამალული იყო და ძალიან უცნაური პროცესებია და რა თქმა უნდა საინტერესო. შენ სწორედ აღნიშნე ის, რომ რეალურად იმ ტექნოლოგიებს, რაც ეხლა ვითარდება და განვითარდა და ინფორმაციულ ეპოქას ადამიანი იყენებს ნარცისიზმის გასანვითარებლად, რატო? იმიტომ რომ რა მდგომარეობა და განვითარების საფეხურზე იმყოფება ადამიანი იმის მიხედვით გამოიყენებს ამ სიკეთეებს. და იმის მიხედვით შეიქმნა ეგ პროდუქტი. რა თქმა უნდა, მაგრამ ხო შეიძლება სხვა რამისთვის გამოიყენო, თუ ადამიანი იქნებოდა სხვა მდგომარეობაში, აბსოლუტურად სხვა რამისთვის გამოიყენებდა, ასე რომ ინსტრუმენტში არ არის პრობლემა, ადამიანშია პრობლემა. მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანი გასავლელი ეტაპია და ყველა როგორც ფსიქოლოგია აღიარებს ისე სხვა სულიერი სწავლებები როგორც აღმოსავლეთის ისე ევროპული ასე ვთქვათ ფილოსოფია თუ ეზოთერიკა ის რომ ილუზიების და სიცრუის გავლა აუცილებელია ზრდისთვის.
ანუ ეს არის ეტაპი, როგორც გაკვეთილი და როგორც საფეხური. ილუზიების სიყალბე ეს თუ არ გაიარე, მაშინ გადაახტები და ვერ გადაახტები ამას. ეს უნდა გაიარო და მაგალითად შტაინერი ამბობდა, რომ როდესაც ადამიანი იწყებს სულიერი სამყაროს შემეცნებას, პირველ ეტაპებზე გამორიცხულია, რომ ილუზიებში არ ჩავარდეს, არ დაინახოს, არ გაიგოს ილუზორულად, ანუ მაცდურად, იმიტომ რომ ადამიანის ცნობიერება ჯერ არ არის მომწიფებული, რომ დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიც არის, ასე რომ ეს უნდა გაიაროს და ეს ძალიან ბუნებრივი განვითარების ეტაპია. ფსიქოლოგიაშიც პრინციპში, აი ნეიროფსიქოლოგია ამბობს, რომ ტყუილის მოთხოვნილება ადამიანში არის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი. საფეხური. ტყუილის მოთხოვნილება, საჭიროება ადამიანისთვის. ესე სხვადასხვა ფსიქოლოგიურ სკოლებს რო შევეხოთ, როგორ აღიქვამენ ტყუილს. ფსიქოანალიზი ამბობს, რომ ტყუილი საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, იცავს თავს თავისი ტაბუირებული სურვილებისგან და შფოთვისგან, რაც ეს სურვილები იწვევს, ხო, მაგალითად. ჰუმანისტური ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ასე ვთქვათ, ის ნიღბებს ქმნის ტყუილი იმისათვის, რომ სიყვარული მიიღო, ანუ ეს მოთხოვნილება დაიკმაყოფილო. სოციალური ფსიქოლოგია ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტყუილი იმისათვის, რომ სოციალიზირდე ადამიანებთან კომუნიკაცია დაამყარო, გააღრმავო და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ, ანუ მაინც საჭირო ეტაპია ეს სიყალბის, ეს ასე ვთქვათ, სიცრუის და თეოლოგიაც რო ჩავრთოთ, ეხლა საინტერესოა რა, ანუ თუნდაც ქრისტიანობა და როგორ არის მოხსენიებული და აღქმული საერთოდ ტყუილი, ხო? სულიერ სწავლებაში, ამ შემთხვევაში ქრისტიანობაში და იოანეს ახარება რო ავიღოთ. ტყუილი მოხსენიებული არის არა როგორც ასე ვთქვათ, ადამიანის სისუსტე და მანკიერება მხოლოდ, არამედ რაღაცა სულიერი ძალა, რომელიც აშორებს სპეციალურად ადამიანს ღმერთისგან. ნახე, ანუ რისგან აშორებს? სიმართლისგან, ანუ სიმბოლური თვალსაზრისით რო შევხედოთ რა არის სიცრუის მამას ვის ეძახიან ბიბლიაში, ილუზიების შემქმნელი მამა არის სატანა, ხო, ასე ვთქვათ, ეშმაკი. და ეს სატანა ჭყალებში ხელს უშლის რას, ანუ ტყუილი ხელს უშლის სიმართლის დანახვას, სიმბოლური თვალსაზრისით რო გადავიტანოთ, ხო? ასე რომ ადამიანი რა მდგომარეობაშიც არის, რა სიხშირეზეც დგას, ხო, თავისი მოთხოვნილებებიდან და ასე ვთქვათ, ცნობიერებიდან გამომდინარე, იმ ენერგიების გამტარი ხდება რა, ხო ხვდები? და ძალიან მარტივია, ანუ როდესაც ხარ მზად შიშველი სიმართლისთვის, ესე იგი ღმერთთან ახლოვდები, ანუ სიმბოლურად და მეტაფორულადაც რა ვიქოთ რა. და როდესაც არ ხარ მზად, ესე იგი, ხო ხვდები, ვისთან ხარ ახლო, ანუ რა ენერგიასთან, რომელიც შენ უკეთებ ამ ენერგიის აკუმულირებას, მარტო გარედან კი არ არის ეს ყველაფერი, ანუ შენ რა სიხშირეზეც ხარ, ასე ვთქვათ, ისეთი სამყაროა და ისეთ ენერგიებთან თანამშრომლობ. და თუ სიმართლისთვის მზად ხარ, შიშველი სიმართლისთვის, რომელიც შეიძლება არ გაწყობდეს, მაგრამ ისე ძალიან მოგწონს სიმართლე, მაშინ ესე იგი ამით უფრო უახლოვდები რაც ჭეშმარიტებას, რაც სიმბოლურად ისაც ღმერთია, ხო? კი, აი ახლა შეეხე მაგაზე მინდა კითხო. აი რომ შენში როგორ ენერგეტიკაც არის, ისეთი სამყარო არის შენ გარშემო, ხო? ეგეც არის და მეორე მხრივ რო შევატრიალოთ, აი გარემო სამხელო მნიშვნელობა აქვს შენზე. აი მაგალითად რა ვთქვი, თბილისში რომ მოდიხარ უკან, აი მაგალითად შეიძლება შენ ესპანეთის რომელიღაც სოფელში საერთოდ სხვანაირად იგრძნო თავი, აბსოლუტურად სხვა გარემო იყოს და აი ხო არის აი რაღაცნაირად ადგილმდებარეობას რომ არ ვიცი დაბრალება არ არის ხოლმე კაი რომ დააბრალო რაღაცას რა, მაგრამ ხანდახან აი რაღაც ფაქტუალური შეგრძნებებით ხო არის ხოლმე რა. და ერთი კითხვა და მეორე კითხვა მაქვს, აი მაგალითად თუ საქართველოში შენთვის რთული არის იყო შენი თავი. მაგალითად. კარგი კითხვა. შენ აქ თუ მოახერხე რომ შენი თავი იყო და hardcore მოუწე ხარ ხო რაღაც მხრივ, ვეროთ რო რთული არის, ხო თქვათ მაგალითად შენთვის ვეროთ რო კარგი მაგალითი შეიძლება იყოს აი რა არის, ავირია ხე ცოტა, მაგრამ
ხანდახან აი სადმა მიხვდეს ადამიანი რომ აქ შეიძლება არაკომფორტულია ჩემთვის, მაგრამ მე მაინც უნდა ვიყო ჩემი თავი და გაჭიროებით. არის ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან არაკომფორტულად გზავს, ძალიან ესეთი კონკრეტული მიზეზების გამო, ხო, საქართველოში და უჭირთ ცხოვრება მაგალითად რა. ან საქართველოს რამშალობა რომელ ქვეყანაში უნდა იყოს. და სად არის ხოლმე ეს გაქცევა, როცა ადამიანი მიდის სხვაგან, სხვა ადგილმდებარეობას იცვლის და სად არის ეს უნდა იბრძოლო რა ხანდახან რომ იბრძოლო რა გადააბიჯო შენ თავს და უფრო მყარად უნდა დადგე იქ სადაც ხარ. აი ადგილს რამდენად აქვს მნიშვნელობა ძალიან მოკლედ რომ ამოუჭრათ ბევრი ლაპარაკი. მე აუცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს გარემოს. გარემო ზემოქმედებს ყველაზე. როგორი ფსიქოტიპი არ უნდა იყოს ადამიანი, რაოდენ მდგრადი, მყარი, ძლიერი, უშიშარი თუ პირიქით ასე ვთქვათ დაბეჭავებული საკუთარ თავ და ყველაზე მოქმედებს გარემო. სხვადასხვა დოზით, მაგრამ მოქმედებს. ასე რომ მე ხშირად გამიგია რომ საქართველოში გარკვეული შინაგანი თავისუფლების მატარებელ ადამიანებში რაღაც საქართველოს რაღაც კომპლექსების შექმნის გარემოა, ხო, ასე თუ ქარხანაა, რომ მეც ახლა მე 90-იან წლებში ვიყავი მოზარდი და ძალიან კარგად მახსოვს როგორი არათავისუფალი როგორი შეზღუდული რადიუსის ცნობიერების და ცხოვრების აღქმის სტრუქტურაში გვიწევდა ცხოვრება და ეხლაც ყველა თაობას თავის პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა. კი, ვეთანხმები, გარემო ასეთი შეზღუდული და მძიმე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სადაც ადამიანები გარკვეული კომპლექსების მოგვარებით კი არ არიან დაკავებული, არა კომპლექსების ასე ვთქვათ, რაციონალიზაციით და ცხოვრების წესად ქცევით, იქ ძალიან რთულია ადამიანისთვის მარტივად გადალახოს გარკვეული ბარიერები და შინაგანი თვითრეალიზაციის და თვითაქტუალიზაციის პროგრამა შეასრულოს. ძალიან რთულია და ძალიან ძლიერი უნდა იყოს ალბათ მენტალურად და გარკვეული გამოცდილება და უნარები უნდა გახასიათებდეს, რომ ეს შეძლო. მაგრამ ადამიანის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია გარემოების შეცვლა, თუნდაც პერიოდული, რომ იგზნო კონტრასტი, ხო? და ამით უფრო დარწმუნდე სიტყვაზე თუ ეჭვიგეპარება დაბადებიდან ერთ ადგილას თუ იზრდები, ვითარდები და იქ მთელი ცხოვრება ცხოვრობ, ეს არ არის სასარგებლო ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის, პიროვნული განვითარების. პირიქით, რაც უფრო ახალ სხვადასხვა გარემოს იგრძნობ, მით უფრო მეტი შანსი გაქვს საკუთარი თავი იპოვო. და როდესაც ერთი გარემო გჭამს, ასე ვთქვათ, და გაწვება, იქ შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია. და ეს ყველას არ გამოუვა, ხო? რაღაც დისტანცირება უნდა მოახდინო რაღაცნაირად. კი, რაღაც თან განსაკუთრებით თუ ოჯახში ხარ და ოჯახიდანაც მოდის ყველაფერი და თუ იქ ტრიალები გარემოში რაღაცა ვერ აღწევ რა, რაღაც სივრცე შეიძლება ვერ ნახო, სადაც დისტანციას მოახდენ. ნუ კი შეგიძლია თაში წახვიდე რა, რაც მართლა ძალიან მაგარი არის ლაშქრობა თუ ის, მაგრამ გჭირდება მაინც შენ ქვეყანაში, შენივე გარემოში, თუ აქ ხარ, რაღაც დისტანცირება რა. კი, მაგრამ თან ამის პლუსი რა არის? ეხლა ესეთ გარემოს მაგალითად, სადაც არ გეძლევა, ხელი არ ეწყობა შენს ფსიქოლოგიურ პიროვნულ განვითარებას და ზრდას, ხო? ძალიან აქ თუ მოახერხებ, ესე იგი მართლა მოახერხებ. და ეს არის ჩელენჯი, რომელიც შენ მართლა გზდის. ანუ ჩვენ არ უნდა შევხედოთ გარკვეულ დაბრკოლებას, თუ შევხედოთ გადაულახავ ბარიერად და რაღაც ბოროტებად აღვიქვათ გარემოს, რომელსაც უნდა გავეცალოთ, ჩვენ ესე ვერ გავიზდებით, ჩვენ გავექცევით, მაგრამ ვერ გავიზდებით. ასე რომ უნდა მომწიფდეთ იმისათვის, რომ მივხვდეთ, რომ ეს დაბრკოლებები შენთვის სამყარო შექმნა იმისათვის, რომ გაიზარდო და შენ გეხმარება და შენ თუ ამის გაცნობიერებ და მიხვედი, მაშინ ყველა გარემო შეგიძლია გამოიყენო საკუთარი თავისთვის, საკუთარი ჯანსაღი პროცესების წარმართვისთვის და ასე რომ გარემოს აქვს მნიშვნელობა.
მაგრამ გააჩნია მე როგორ შეხედავ გარემოს და როგორ გამოიყენებ ამ გარემოს, მაგრამ დისტანცირება რაღაც ეტაპზე ნორმალურია და აუცილებელი, იმიტომ რომ სუფიური ჩემი საყვარელი გამონათქვამი ამბობს, რომ იმისაც შეიცნო კაცობრიობა უნდა გამოეყო მას რაღაც პერიოდით, ანუ რომ გააცნობიერო რაში ხარ, რისი ნაწილი იყავიან ხარ და შენში რამდენი რამე არის დაპროგრამებული ამ გარემოდან. ამისაც აუცილებელია დისტანცირება თუნდაც რაღაც პერიოდი. ეგ განმარტოება არის ოქროს პერიოდი განმარტოებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებს საკუთარ თავში და სამყაროზე. ეგ საჭირო ის შუალედები არის, მე ვფიქრობ, ადამიანისთვის. მაგრამ ისიც ხო არის, რომ არ უნდა გეგონოს, რომ რადგან სადღაც მიდიხარ, იქ რაღაც სასწაულებრივად ყველაფერი შეიცვლება, იქ ის რაც გადაულახავი გაქვს, ისინი მოგვარდება და ასე შემდეგ. ეგეც რაღაცნაირი ილუზია შეიძლება იყოს, ხო? კი. მაგრამ ფაქტობრივი რაღაცები მართლა შეიძლება შეიცვალოს რა. ეგ უნდა ნახოთ. შეგრძნებაზეა ალბათ, რა. კი, აი პირადი გამოცდილებით გეტყვით რა, მე ესე თან ყრმობაში მომიწია საზღვარგარეთ გადასვლა, საცხოვრებლად, სასწავლებლად და იმედით მივდიოდი ზუსტად იმ მოლოდინით, რომ იქ იქნება ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული გარემოებები, რომელიც ყველანაირად ხელშემიწყობს იმ ჩემი პოტენციალის თუ შინაგანი სამყაროს რეალიზებაში. მაგრამ არა, ესე არ აღმოჩნდა. იქ აღმოჩნდა სულ სხვა დადებითი სიკეთეები იყო, რაც აკლდა ჩვენ საზოგადოებას მაგალითად, მაგრამ იყო სხვა დაბრკოლებები, რომელსაც ვერ გაექცევი, შენ ცხვირწინ ყოველთვის მოდის შენი შიში, შენი თავდაუჯერებლობა, შენი ტრაუმები, მათ ვერ გაექცევი, რა ლოკაციაზეც არ უნდა იყო. ხვდები? და პირიქით ეს მცდარი მოსაზრებაც იმ სხრევა, როდესაც დიდი ხანი ატარებ სხვა ტერიტორიებზე და სხვა ადამიანთანაც შეიძლება სხვა ადამიანებთან, სხვა კულტურასთან, სხვა სივრცესთან, კი. რო შენ რასაც არ მიხედე შენ თავში ვიღაც ან რაღაც უფრო მეტი აღმოჩნდა, აუ, რამდენი რამე ქონია კიდე შებოჭილობა ან ბარიერი, რაც გეგონა რო არ გაქვს, მაგრამ თურმე აი ზუსტად უკეთეს სივრცეშია ცივილიზებულ გარემოში, იქ მიხვდები, რომ იქ გაქვს. და ანუ აი ძალიან სასარგებლოა ხო ეს რადიკალური ცვლილებები ამისათვისაც, მაგრამ ხო, ანუ ადგილში არ არის საქმე, შენ თავს ვერ გაექცევი. ხო. შენ თავს ვერ გაექცევი, მაგრამ არის გარემოება, რომელიც კომფორტულად მოქმედებს შენზე, ზოგი ხელს გიშლის, მაგრამ ორივე საჭიროა. წარმოიდგინე ხა შენ, რომ ჩვენ ვიზრდებოდეთ მთელი ცხოვრება, ისე გავდიოდეთ ეტაპებს, რომ სულ კომფორტში ვიყოთ. ჩვენ დეგრადაციას განვიცდით, ჩვენ ვერ განვითარდებით. პირიქით დაბრკოლება, ხო, შეცდომები, შიშები ჩვენ გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპებზე რა. კი, ეგ ნორმალურია. ხო, მაგაზე ხუმრობდი, რომ ხელოვანი ადამიანებისთვის საქართველოს 90-იან წლებში გამოვლილი საქართველოში თუ იყავი, იდეალური კინოსკოლა თუ რაღაცა არის რა. კი. ბევრი უნარი უვითარდება ადამიანს, როდესაც არის პრობლემები, მაგრამ გააჩნია დოზას. ეხლა თუ მთელი ცხოვრება ხარ მარტუხებში, ხო, როგორც ის ექსპერიმენტი თუ გახსოვს, მე მგონი მომიყოლია შენთვის, რომ ზაღლები დააბეს რკინის ლიანდაგზე რელზე, რკინის ჯაჭვით რა, 5 ზაღლი დააბეს. და ყოველ დღეში 3ჯერ განსაზღვრულ დროს ურტყავდნენ დენს. ну არ ყლავდნენ, მაგრამ ტკიოდა, ძალიან ცუდად იყვნენ, იტანჯებოდნენ და 6 თვე ეს ეყავდათ, ანუ არაუშვეს და ყოველ დღე ურტყავდნენ ამ დენს, დღეში 3ჯერ განსაზღვრულ დროს. და როდესაც ექსპერიმენტის დასასრული და ბოლო ეტაპი იყო, აუშვეს 6 თვის თუ 8 თვის შემდეგ ეს ზაღლები აუშვეს და 5-დან ხო იცი, 1 თუ 2 გაიქცა. დანარჩენები იქ დარჩნენ და კიდე რო ურტყავდნენ არ მირბოდნენ, არა და შეეძლოთ. ხვდები? ანუ დოზასაც გააჩნია ადამიანი თუ ეჩვევა დისკომფორტს და ამით საკუთარ თავს კარგავს, მაშინ ის ფაქტიურად ჩაეფლობა მთელი თავი არსებით, ასე ვთქვათ, სიბნელეში.
ან ის მსხვერპლის როლი ამ თელი ცხოვრება. კი, გარკვეული როლი, მსხვერპლის იქნება კრიტიკოსის თუ მესიის, არ აქვს მნიშვნელობა ერთი და იგივე როლები, არც ერთი არ განვითარებს და სადღაც იხარ უბრალოდ და იტანჯა. მოკლედ რაღაც გარემოებებში უფრო რთული არის ისაც ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ უფრო rewarding როგორ არის, უფრო და მეტი ჯილდოც აქვს და შენ თავისთვის. ასე შეიძლება გაიზარდო რა. ბალანსია ყველაზე მაგარი რამ, ნახე, ცხოვრებაში არ უნდა იყოს ზედმეტი, ასე ვთქვათ, გაზულუქება, ხო, ფსიქიკის მდუნდება და არც ზედმეტი დოზით პრობლემები. ხვდები, გადასალახი. აი თუ არის ბალანსში, აი მაშინ ალბათ იდეალური ადამიანისთვის თუ ის სწორედ აღიქვავს ამ ყველაფერს და სწორედ იდეალური გზა არის მაშინ მისთვის გაფენილი. და როდესაც ზედმეტია ეს, მაშინ ითრგუნები და უკვე უნარები გეკარგება. და როდესაც ზედმეტია კომფორტი, მაშინ დუნდები და ფლეგმატური ბოსტნეული ხდები შინაგანად ასე რა. მე მგონი ყველა საუბარი, ან რაც მექნება ყველაფერი ბალანსამდე და ცენტრამდე მიდის რა. და ერთი რაც მინდოდა ამ პრობლემებზე მე თქვა დოზა პრობლემების რა რაც ჩემი დაკვირვება არის ამ ბოლო პერიოდში რომ აი ეს პრობლემების ხარისხს გააჩნია პრობლემები ანუ დაბრკოლებები ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია და კარგია უბრალოდ ხარისხი რა ეს დაბრკოლებები ხდება როცა შენ გზაზე ხარ საერთოდ სხვა მნიშვნელობა და ხარისხი აქვს და დაბრკოლებები რომელიც საერთოდ არ ხარ შენი თავი და იქ ხდება რა საერთოდ დაბრკოლებები ყველა ვარიანტში ხდება დაბრკოლებები რა დაბრკოლებებს ვერ აერიდები მაგრამ ამ დაბრკოლებებს თავისი რაღაც ხარისხი გააჩნია და აი ჩემი ისაა რომ ხო კი ეს ბალანსი მაგრამ თავის დაბრკოლებები და ყველაფრით მაგრამ უფრო ისეთი ჭყალებში არ ვიცი ჩემი არჩეული გზის დაბრკოლებები. შენი სამყაროს დაბრკოლებები, ხო, აი ძალიან. რომელიც არანაკლები არის, არ არის უფრო მარტივი კი არა, შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს, მაგრამ ამის გადალახვა ჩემთვის აზრიანია რა, საზრისი არის მან. გეთახმები, ეს ძალიან კარგად ჩაშალე, მე ზოგადად ვისაუბრე, მაგრამ სწორე მიდგომაა, რომ თუ შენ გზაზე მიდიხარ, შენი დაბრკოლებები ხდება, თუ ცდები შენ გზას საერთოდ და ან სხვისი ცხოვრება, ან ვაფშე სხვა გარემოში ვარდები და კარგავ საკუთარ გზას, შეიძლება სხვისი არაშენი პრობლემების მორევში ჩავარდე და ვაფშე აცდე. ამიტომაა ეს ორიენტირის და კომპასის არსებობა აი უნიშნელოვანესია, რომ ადამიანმა განავითაროს საკუთარ თავში, რომ ეს ნავიგაცია ცხოვრებაში დაკვირვებულობა რა არის შენი, რა არის ავთენტური სხეულის შეგრძნებიდან დავიწყეთ, ხო ის ერთ-ერთი ბარომეტრია იმისათვის, რომ ისწავლო გარჩევადობა. გარჩევადობის თვისების გარეშე ადამიანი უბრალოდ იქნება ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ბიოარსება, ბიოლოგია არსება, რომელიც თავის პროგრამაში ასრულებს, რომელიც არაცნობიერად ჩაიდო ოდესღაც, ან პროცესშიც ფორმირდება და მორჩა. მაგრამ თვითაქტუალიზაციის შემთხვევაში ადამიანს აქვს გარჩევადობის უნარი, რა არის. რა არის მისი, რა არის სიტყვაზე შემოგდებული. ძალიან მნიშვნელოვანია და ხო გარდამტეხი მომენტია. ეს ინსტრუმენტი თუ გაქვს, მაშინ ჩათვალე, რომ ბნელ ოთახში ფანარი გიჭირავს და იცი რას დაეჯახები და რას არა. და ამის გარეშე, ამ ინსტრუმენტის გარეშე სიბნელეში ბოდიალს გავს და რას დაეტაკები და რას დამართებ შენ თავს კაცმა არ იცის. და გაუცნობიერებელი, ასე ვთქვათ, ლეკვივით ხარ ამ სამყაროში, ლეკვები როგორც დადიან და ეს კნუტები ხო, რაღაც სითბოზე რეაგირებენ სიცივეზე და მეტი არანაირი შეგრძნება არ აქვს, ხო? ანუ თვალი მესამე თვალს რო ეძახიან ძალიან მრავალ სახოვნად რო განმარტავენ ამ მდგომარეობას. ეს არის გარჩევადობის უნარი პირველ რიგში, გარჩევადობის უნარი ყველაფერში. თუნდაც სულიერ შემეცნებაში, თუნდაც პიროვნულ ზრდაში გარჩევადობის უნარის გარეშე, რომელიც თავისით არ ჩნდება. შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და წინა ცხოვრებებიდან, ასე ვთქვათ, ნამუშევარი გადმოყვეს პირობითად, მაგრამ ძირითადად გარჩევადობის უნარის გარეშე სადღაც სიარული შესაძლებელია, ბევრია ესე, მაგრამ იმას არ მოვახდენთ, რაზეც მე და შენ დღეს საუბრობთ. მეტი არაფერი. არ არის პრობლემა, ყველა ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. ყველას თავისი გზა აქვს.
ყველას თავისი ეტაპები აქვს ცხოვრების განვითარების. არავინ არ არის ვიღაცაზე მეტი დაკლები ჩემი აღქმით. არამედ ყველა არის განსხვავებული და ყველა თავის გზას, გამოცდილებას და თავგადასავალს გადის და როგორ ეგ უკვე ალბათ მათზეა დამოკიდებული და ამ გარემოებებსაც. მოკლედ მადლობა გიო, პირველი ის იყო და ძალიან მიხარია შენ იყავი, შენ მოხდი პირველი სტუმარი. საკმაოდ ისეთი თემა, ეგრევე ძალიან ისეთი რთული თემით დავიწყეთ რა, მაგრამ საინტერესო იყო მაინც ჩემთვის ძალიან. გვეწვია ხოლმე. დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო საინტერესო საუბარი გამოგივიდა ჩემი აზრით. მე ვისიამოვნე ჩაით საუბრით, იმედია შენი მსმენელი და მაყურებლისთვისაც რაღაცის დაკმაყოფილებას გამოიწვია და თუნდაც მცირედის და თუ დამიძახებს სიამოვნებით კიდევ გეწვევი, არა პრობლემა.